დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ კვიპროსის ყველაზე მისტიური ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა თქვენგანმა არ იცით, ამიტომ მოინიშნეთ აუცილებლად ეს ვიდეო, თუ აპირებთ აქ მოგზაურობას. ეს მისტიური ადგილი გახლავთ სისხლისფერი მიწეროს ტბა. სახელიდან გამომდინარე მდებარეობს სოფელ მიწეროში, რომელიც დაახლოებით 30 კილომეტრის სავალზე არის ნიქოზიიდან, ანუ კვიპროსის დედაქალაქიდან. ეს გახლავთ მიტოვებული ტბა, რომელიც წარმოიქმნა სპილენძისა და პირიტის მიტოვების შედეგად. პირველ რიგში ვისაუბროთ მის ფერზე, რომელიც არის რაღაცნაირად არაბუნებრივად გამორჩეული, უცხო, მისტიური. არ ვიცი, ძალიან ბევრი ეპითეტით შემიძლია რომ ავწერო ამ ტბის სილამაზე და ტბის ეს უნიკალური ფერი გამოწვეული არის მაღალი მჟავიანობით და ლითონური ნაერთებით, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და გროვდებოდა. ასევე ამ ტბას უკავშირებენ ძალიან საინტერესო ისტორიას და ტრაგიკულსაც, რადგან კვიპროსში პირველი სერიული მკვლელი, როდესაც გამოჩნდა, დაკავშირებული არის ამ ტბასთან და ამაზე უკვე ვცლად ჩავწერ ვიდეოს თუ დაგაინტერესებთ. და 2019 წელს ტბამ სწორედ ამითაც მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება და მიუხედავად თავის ბნელი წარსულისა, მაინც ძალიან პოპულარული ადგილია. ტბას გარს აკრავს კლდეები. ამის გამო, აი ამ ბუნების შერწყმის გამო მას ადარებენ უცხო პლანეტასაც და ვეთანხმები ამ მოსაზრებას აბსოლუტურად. ასევე იმას დავამატებ, რომ ტბაში ჩასვლა და ცურვაზე ზედმეტია საუბარი აკრძალულია, რა თქმა უნდა, მისი მაღალი ტოქსიკურობიდან გამომდინარე, თუმცა შორიდან უსაფრთხოდ შეგვიძლია დავტკბეთ მისი სილამაზით. ეს ტბა ფერს იცვლის ამინდის მიხედვით, ზოგჯერ უფრო კაშკაშა არის, ზოგჯერ უფრო მუქი წითელი არის და ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის ნახვა. თუ მოხვდებით ამ სოფელში, მის გარშემო აგრეთვე არის რამოდენიმე რამ, რაც შეგიძლიათ ბარემ ნახოთ, მაგალითისთვის მიწეროს მიტოვებული მაღარო, ძალიან საინტერესო იქნება და კვიპროსის სამთო კულტურის შესასწავლად და ქსილიატოსის წყალსაცავი, რომელიც იქვე და ბარემ ვნახავდი მე პირადად. იმედია რომ მოგეწონათ ეს ვიდეო და საინტერესო იყო თქვენთვის და გამიზიარეთ თქვენი აზრი, თუ დაგაინტერესათ ამ სერიული მკვლელის ისტორია, აუცილებლად ჩავწერ ვრცელ ვიდეოს ამ თემასაც. დროებით!